როგორი იქნება ევროპა მას შემდეგ, რაც კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურა ფორმირებას დაასრულებს? ამ კითხვაზე პასუხი დღევანდელ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. განხილვები საქართველოშიც მიდის. ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას. ამ სათაურის ირგვლივ დისკუსიებში ევროპის საკითხებზე მომუშავე მკვლევრები ჩაერთნენ. გეოპოლიტიკურ ცვლილებებში საქართველოს როლი მათთვის ნათელია, ისევე როგორც ამ გზაზე არსებული გამოწვევები. ევროპული უსაფრთხოება ამ წუთას გზაჯვარედინზე დგას, რადგან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სწრაფ ევოლუციას განიცდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპელებმა ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს კი გულისხმობს ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ასევე საკვანძო ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია თუ იტალია. უკრაინაზე 2022 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთის წინაშე უკან დასახევი გზა ევროპას არ აქვს. თუ ევროპული ქვეყნები მართლა სერიოზულად არიან განწყობილნი ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნით, რათა თავი უფრო ეფექტურად დაიცვან, მაშინ საქართველო ამ პროცესის განუყრელი ნაწილია. ამერიკის შეერთებული შტატების გარეშეც რომ განვიხილოთ, ევროპა არის 400 მილიონი საზოგადოება, რუსეთზე 12-ჯერ მდიდარი. საქართველოსთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის კი უმნიშვნელოვანესია იყოს ამ ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის ნაწილი. ისტორიული კითხვა იმაშია, არის თუ არა ევროპა როგორც ერთობა მზად რეალურად აიღოს კონტროლი საკუთარ უსაფრთხოებაზე და მომავალზე, რადგან ის საკმაოდ ნელი იყო ამ პროცესში, მაგრამ ახლა დრო აღარაა. ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ ამას? ეს გვეცოდინება შემდეგ 18 თვეში ან 2 წელიწადში. ქართველი ხალხის სურვილი უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორი იმისა, თუ საით უნდა იაროს საქართველო. ევროპა, რომელშიც ბოლო 30 წელია ვცხოვრობდით, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს აძლევდა ნება საერთშიად ან ერთი მხარე, ან მეორე, რაც მისაღები და მოქნილია, ვიდრე ამის საშუალება არსებობს. მაგრამ სამყარო, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ შექმნის ახალ გამყოფ ხაზს რუსეთის გავლენის სფეროებსა და თავისუფალ ევროპულ სივრცეს შორის. არ მგონია, რომ საქართველო მოახერხოს ორივესგან განდგომილი დგომა. იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ ვეჭვობ, მომდევნო 4-5 წელიწადში საქართველოს მოუწევს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება. იღებს რუსეთის გავლენის სფეროს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, თუ გააღწევს და გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ისეც როგორცაც აქამდე დგამდა, რომ გახდეს დასავლური, ლიბერალ-დემოკრატიული ევროპის ნაწილი. ვფიქრობ, ეს დრამატული მომენტია ქართველი ხალხისთვის. უსურვებ მათ სწორი არჩევანის გაკეთებას. ქართველი ხალხის არჩევანი ცნობილია. მოსახლეობის 80%-ზე მეტი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს და ევროინტეგრაციის პროცესის მომხრეა. საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელისუფლებაც იმავეს ამბობს, თუმცა საქმით ევროკავშირთან ურთიერთობა ასე დაბალ ნიშნულზე ბოლო 10 წლეულია არ ყოფილა. ეს ყველაფერი კი კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ და მაშინ, როდესაც ქვეყანას გეოპოლიტიკური წინსვლის შანსი გაუჩნდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ შიდა პოლიტიკის გაჯანსაღების გარეშე ქვეყანა საგარეო ასპარეზზე ვერაფერს შეცვლის. ყველა ევრომაღალჩინოსანი გეტყვით, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რეალურად საშინაო საკითხია. იმის მიუხედავად ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი თუ არა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს მას თუ არა, სწორედ მთავრობას ევალება რეფორმების შესრულება. არა მხოლოდ მათ, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებასაც. ამის გარეშე პროგრესი არ ხდება. საქართველოში ვაკვირდები, რომ ინტეგრაციის პროცესი შენელდა. იქნება ეს მთავრობის არჩევანი თუ სხვა გეოპოლიტიკური გარემოება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. არაფერი მოხდება თუ საქართველო თავად არ განაგრძობს სვლას კონკრეტული მიმართულებით. არსებობს წუხილი იმაზე, თუ რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, თუ ომი უკრაინაში დასრულდება. თუ რუსეთი თავისუფლებას მისცემს, გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად, მისი გაჩერება გაჭირდება. რამდენიმე წელიწადში რუსეთი კვლავ იმოქმედებს. სწორედ ეს დრო აქვთ რეგიონის ქვეყნებს, რომ თავად იმოქმედონ, შეარჩიონ და შექმნან ალიანსები. რუსეთის საფრთხე დიდი ხანი იარსებებს. ქართულ ანალიტიკურ წრეებში ევროკავშირის გზაზე საქართველოს შემაფერხებელ მიზეზებს ნათლად ხედავენ. მათთვის ევროპული საქართველოსთვის მთავარი დაბრკოლება პარტია ქართული ოცნებაა. მათი თქმით, მართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსები ხელიდან გაუშვას და ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ ხდება. პრობლემა მაშია, რომ საქართველო ყველა სიგნალს აგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომ ჩვენ ეს აღარ გვსურს. ეს ხდება უმაღლეს სამთავრობო დონეზე, ეს ხდება არაოფიციალურ დონეზე, ისევ მაღალ დონეებზე. ნატოსთან საერთოდ გაჩერებულია თანამშრომლობა და ევროკავშირთანაც, ოფიციალური განცხადებაა გაკეთებული. მეტიც კი ეს სიმბოლური ნიშნები, როგორც მაგალითად ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ტანეს დახურვა სხვა არის, ეს ისეთ სიგნალებს უშვებს, რომელიც ისედაც რთულ საერთაშორისო გარემოში კიდევ უფრო ამცირებს ჩვენ შანსებს. ყველა ცუდი ამასთან
მიზანი ის არის, რომ უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე რაღაც ფანჯრები იღება, ხო? იგივე იყო თქვათ, რამაც ჩვენ კანდიდატობა მოგვიტანა. და ზუსტად აი ჩვენი ასეთი ქცევის გამო სამწუხაროდ ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერ ვისარგებლებთ ვერაფრით, მეტიც კი რა დონეზეც ვიყავით, იმ დონეზეც ვეღარ დავრჩებით. ესე თუ გაგრძელოთ და არის ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, მისი უკან წაღების მექანიზმი ძალიან რთულია, მაგრამ გაყინვის შესაძლებელია. და რა თქმა უნდა, ნატოსთან არანაირი პროგრესი არ გვექნება, რაც გვტოვებს მარტოს ერთ-ერთს რუსეთთან, რა თქმა უნდა, საბოლოოდ შეიძლება მიზანიც ეს იყოს, ამაზე საუბარი შეიძლება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის გეოპოლიტიკური ნიშა, რომლის დაკავებასაც წლების განმავლობაში ვცდილობდით და რომლის დაკავებაც შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლები წარმატებით ამ მთელი აი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ. აქ უნდა დაბრუნდეთ რისკები, რომელიც არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში, ამავდროულად არის შესაძლებლობები. აი ეს შეიძლება ითქვას გეოგრაფიული წყევლა, ჩვენ სინამდვილეში უნდა ვაქციოთ ჩვენ გეოგრაფიულ უპირატესობად. ამას ვაკეთებდი წლების განმავლობაში, ამას ვემსახურებოდი წლების განმავლობაში და სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები საუბრობენ აი ამ შეცვლილ კურსზე და ამ ეტაპზე დაკარგულ შესაძლებლობაზე. იმედს არ კარგავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. პავალ ჰერჩინსკის საკუთარი პერსპექტივის გაზიარების საშუალება დღეს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის დისკუსიაზე მიეცა. ბრიუსელის გზავნილი უცვლელია. ყველაფერი საქართველოს ხელშია. როგორც ვიცით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ევროპას კი სჭირდება ცვლილებები და ადაპტირება. ამ დებატებში ქართველების ხმა მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სახელმწიფოა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც საქართველოს ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება. და ვიდრე საქართველოში შიდა პოლიტიკური კრიზისია, ევროპა საკუთარ მომავალზე მსჯელობას განაგრძობს. 2030 წელი კი ის ვადაა, რომელიც ოდესღაც კონტინენტის ყველაზე სკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა გაფართოებისთვის დაისახეს. შეთავაზება ლისაბონიდან თბილისამდე ძალაშია. არჩევანი კი საქართველოს ხელში რჩება.